რკინაბეტონი გამოიყენება ყველა სამშენებლო კონსტრუქციაში, გარდა განსაკუთრებით დიდი მალისა და სიმაღლის კონსტრუქციებისა. იგი ძირითადი სამშენებლო მასალაა. გამოიყენება როგორც მონოლითურ, უშუალოდ მშენებლობის ადგილას დამზადებულ კონსტრუქციებში, ისე ასაწყო, ქარხნებში დამზადებულ და ადგილზე დამონტაჟებულ კონსტრუქციებში. რკინაბეტონის შემადგენელი მასალებია ბეტონი და ფოლადის არმატურა, ფოლადის ღეროვანი ან მავთულოვანი არმატურა. ამჟამად საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების მიხედვით გამოიყენება ცემენტის სხვადასხვა სიმტკიცის კლასის კონსტრუქციული ბეტონი, 7 სახის ღეროვანი და მავთულოვანი არმატურა. ჩვეულებრივ წინასწარ დაუძაბავ კონსტრუქციებში ძირითადად გამოიყენება B15, B20, B25 და B30 კლასის ბეტონი, ხოლო ღეროვანი არმატურა A1, A2 და A3 კლასის, მავთულოვანი არმატურა B1 კლასის, ხოლო წინასწარ დაძაბულ კონსტრუქციებში, როდესაც არმატურის დაჭიმვა ხდება მსგავსი ფორმით, გამოიყენება უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონი და მაღალი კლასის არმატურა. კონსტრუქციული ელემენტებიდან შეიძლება გამოიყოს მზიდი კონსტრუქციები. კონსტრუქციები ურთიერთკავშირით წარმოქმნიან შენობის ან ნაგებობის მნიშვნელოვან მზიდ ჩონჩხს. ნებისმიერი შენობა თუ ნაგებობა პირველ ყოვლისა უნდა შეესაბამებოდეს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას, ანუ უნდა ჰქონდეს საკმარისი საექსპლუატაციო ხარისხი. შენობას მოეთხოვება იყოს მტკიცე, ხისტი, მდგრადი, ხანმედეგი. უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ, ჰიგიენურ, ხანძარ-საწინააღმდეგო, ეკონომიკურ და არქიტექტურული გამომსახველობის მოთხოვნებს. კონსტრუქციული ელემენტებიდან შეიძლება გამოიყოს მზიდი კონსტრუქციები, რომლებიც უშუალოდ აიტანენ, დატვირთებს და უზრუნველყოფენ შენობა-ნაგებობის სიმტკიცეს, სიხისტესა და მდგრადობას. შენობა-ნაგებობის და მათი ცალკეული მზიდი კონსტრუქციების სიმტკიცის, სიხისტისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად სრულდება შესაბამისი გაანგარიშებები იმ თეორიული და პრაქტიკული მეთოდების მიხედვით, რომლებიც დამუშავებულია სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისთვის. გაანგარიშების საფუძველზე ინიშნება კონსტრუქციების გეომეტრიული ზომები და ფორმები, ხოლო მათ შორის